გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე, ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. საბჭოს შემადგენლობა უკვე დამტკიცს და მას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები არიან ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. სურსათის ფასებზე კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში შეიქმნება. შოთა ფალავანდიშვილი შემოგვიერთდება თემის მეტი დეტალით. შოთა, რა იქნება საკოორდინაციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები? საკოორდინაციო კომისია შეეცდება ობიექტური მდგენელი დაადგინოს ფასნამატების და ამავდროულად როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს კონკრეტული რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომელიც სასურსათო ბაზარზე ფასნამატებს, ასე ვთქვათ, შეამცირებს და მათ ევროპულ ანალოგებს გაუტოლებს. საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქტიურად იქნება მუშაობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კონსულტაციები ბიზნესთან და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა ფასებზე ფასნამატი, რომელიც ასე ვთქვათ, საზღვრიდან საცალო ქსელების დახლებამდე საშუალოდ 86% შეადგენს, შემცირდეს. ის რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აი ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ უფრო მობიერი უნდა იყოს ბიზნესის დამოკიდებულებაც მოსახლეობის მიმართ. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს აქვს თავის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, აქვს ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ბიზნესსაც და ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობის ინტერესის დაცვა იმისთვის, რომ კონკურენცია უზრუნველყოფდეს მაქსიმალურად ეფექტიან პირობებს მოსახლეობისთვის, ამას ბუნებრივია, რომ შევეცდებით სწორი გადაწყვეტილებებით, რომ სწორი მმართველობის ფორმა მიეცა. სხვადასხვა დროს მსგავსი რამ სხვადასხვა სექტორში შეიმჩნეოდა. ეს დაწყებული ენერგეტიკით, დამთავრებული მაგალითად ფასწარმოქმნის საკითხებით ისეთ სფეროში, როგორიც არის მედიკამენტების ბაზარი. ბუნებრივია, რომ აქ მაგალითად რეფერენტული ფასების პოლიტიკამ გარკვეული სტაბილურობა შესძინა მედიკამენტების ბაზარს. ის კვლავაც მომგებიანია ბიზნესისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ნაკლებად ტვირთის მატარებელია მოსახლეობისთვის. აი ვფიქრობ, რომ ესეთი რაციონალური, დაბალანსებული, სამართლიანი მიდგომები და გადაწყვეტა იქნება ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომა. სასურსათო პროდუქციაზე ფასების სიმაღლე რომ პრობლემა, ამას არც ოპოზიციაში უარყოფენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პრობლემას მაღალ დერეგეს გადასახადში ხედავენ და ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას და ბიზნესს არანაირად ბიზნესს არ ეკისრება. რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, აქ ოპოზენტების განცხადებებს სპეკულაციურად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ შესწავლა აუცილებელია ბაზრის, რათა დადგინდეს არის თუ არა რაიმე სახის კარტელური გარიგებები, რომელიც ხელოვნურად ფასებს ზრდის. სავარაუდოდ მსგავსი სახის გარიგებების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთვება, ასე ვთქვათ, გამოძიებაში და ყველაფერი გაკეთდება უმრავლესობის წევრების თქმით იმისათვის, რათა მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ ფასებზე და პროდუქციაზე ფასების შემცირება. ის რომ გაიზარდა აქციზის გადასახადის საწყოზე. ის რომ გაიზარდა ფასები, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ქართული ოცნების პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ცხოვრება გაუძვირდა ჩვენს თანამოქალაქეებს და თუ ვინმე არის დამნაშავე, მე მზად ვარ ყველა დამნაშავე ვამხილო. სურსათზე გაზრდილი ფასების დადგენის მიზნით შექმნილი კომისია მნიშვნელოვანია იმით, რომ მან უნდა დაადგინოს ის კარტელური გარიგებები, რომელიც უკანონოა და რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიან კონკურენციას. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი ეს კომისია და არა იმ მიზნით, რომ აკონტროლოს ფასები და რაღაცა პირობები უკარნახოს თავისუფალ ბაზარს. ეს მიმართულია იმისკენ, რომ გამოავლინოს არაკეთილსინდისიერი გარიგებები, რომლებიც ხელს უწყობენ ფასების ზრდას და რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. ბიზნესი არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება, იმიტომ რომ აქ საუბარი ეხება მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილსინდისიერ გარიგებას. ბიზნესი ყოველთვის მოგებულია, როდესაც არსებობს სამართლიანი კონკურენცია. აქ არ არის საუბარი არც ფასების კონტროლზე და არა რაიმე სხვა ტიპის კონტროლის მექანიზმების დაწესებაზე.
ქსელურ მარკეტებში პროდუქციაზე ფასნამატების რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა პრემიერ-მინისტრმა გასული წლის 24 დეკემბერს გაავრცელა. ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, ამავდროულად იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და კონკურენციის სააგენტოც. იმ შემთხვევაში კი თუ დადგინდა, რომ გარკვეულ კარტელურ გარიგებებსთან აგვაქვს საქმე ფასების მატების კუთხით, საქმეში ჩაერთვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და როგორც უწყებაში განმარტეს, ყველა ბერკეტს გამოიყენებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. მადლობა შოთა, თქვენ უსმენთ შოთა ფალავანდიშვილს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. სპიკერის შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებულმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს. საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან. მთლიანად არის მოშლილი ის წესრიგი, რასაც ეფუძნებოდა გასული 10 წლეულების საერთაშორისო ურთიერთობები და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები არის სწორედ ამ რღვევის, ამ მოშლის ერთ-ერთი კარგი გამოვლინება. არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი კარგი გამოვლინება. თავარი ორიენტირი, რაც ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, ეს არის საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ეროვნული ინტერესებიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ქვეყნების ინტერესები იცვლება, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად წლიდან წლამდე შეიძლება დიდი ქვეყნების ინტერესები შეიცვალოს. ჩვენაირ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ დაკრულზე იცეკოს, ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ რაღაც ახალი პოლიტიკა მიიღოს. ასეთმა შედეგებმა ქვეყანა მიიყვანა ძალიან დიდ პრობლემებთან. 2008 წლის ომიც იყო სწორედ ერთი ასეთი ნეგატიური შედეგი. ამიტომ კიდევ ერთხელ, სანამ არ დასტაბილურდება ეს საერთაშორისო წესრიგი, ახალი საერთაშორისო წესრიგი არ ჩამოყალიბდება, სანამ არ დასრულდება ეს გეოპოლიტიკური ქაოსი, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა გავიაროთ ეს საშიში მტკივნეული პროცესი, ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ და პირიქით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს სახელმწიფომ აი ამ არსებითი ცვლილებების ფონზე. მსოფლიო პოლიციელი დაბრუნდა და პირველ რიგში დაიწყო იმ რეჟიმების დასჯა, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება და ვენესუელაში მადუროს ქონდა მიტაცებული ხელისუფლება და პირველ რიგში ვისაც შეექმნება პრობლემა, არიან ის პოლიტიკური ძალები, ის რეჟიმები, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები, არიან არალეგიტიმურები. რა დარჩათ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება. ჯერ იყო მაგალითად საუბრობდნენ, რომ მაიდანი უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, მერე მოეწონათ ნეპალში მიმდინარე მოვლენები, ეხლა ვენესუელის მოდელი. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი სამშობლო არის საქართველო და მხოლოდ საქართველოში მიიღება საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ტურბულენტური მოვლენები მიმდინარეობს საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც იცვლება მთელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ მოვლენებში იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, სწორედ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი. პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისად მიზნის მიღწევა, როგორც არის ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რასაც გჭირდება, სწორედ ამ საკითხს გჭირდება ყველაზე მეტად პრაგმატული და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღება და მეორე მხრივ მზარდი ეკონომიკა და ეკონომიკის ზრდის ფონზე ქართული ხალხის და საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო განამტკიცა მმართველი გუნდის გეგმა, ქვეყანამ არ გადაუხვიოს მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩაერთოს სხვების სცენარებში. გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი. წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასდროს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება. საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი. და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ 1000 წლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს საერთაშორისო წესრიგებს. გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია: დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში. გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი. ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა. გარეძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და დემოკრატიის ბომბებზე და ლიბერალიზმის რაკეტებზე ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარია იმედებათ: გარეჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს, ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა. ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი. ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება მსოფლიო წესრიგის რღვევით, სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია. იანვრის პირველივე დღე დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩაბერთოთ სხვების სცენარებში. ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს. ნიკოლას მადუროს ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი კი მარტში გაიმართება. ვენესუელის პრეზიდენტი სასამართლოში ცოლთან ერთად ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. ვაშინგტონი მათ ნარკოტრაფიკინგსა და ისეთ იარაღის შენახვას ედავება, რასაც შეიძლება შტატებისთვის საფრთხე შეექმნა. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურად განიხილავს 3 იანვრის სპეცოპერაციას, როცა ამერიკელმა სამხედროებმა კარაკაშის სხვადასხვა ობიექტები დაბომბეს. ვენესუელის პრეზიდენტი და მისი მეუღლე კი დააპატიმრეს. ახლა ტრამპს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე განცხადებები გაკეთდა გაეროშიც. Для преступления არ არსებობს და ვერ იარსებებს გამართლება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ცინიკურად ჩაიდინა კარაკასის მიმართ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული აგრესიის აქტებს ვენესუელის წინააღმდეგ, რაც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევაა. ვენესუელის გატაცებული პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის შესახებ დადასტურებულ ცნობებთან დაკავშირებით. ჩვენ მოუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მისი მეუღლე.
ჩინეთი ღრმად შეძრწუნებულია და მკაცრად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების საომხრივ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს. ჩვენ მოუწოდებთ შეერთებულ შტატებს უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საბჭოს საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პასუხისმგებლობის შესრულებაში. ასევე მხარს ვუჭერთ გაეროს გენერალური მდივნის რეგიონის ქვეყნებისა და ორგანიზაციების ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ დიალოგს სიტუაციის დეესკალაციისთვის. როგორც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ვენესუელასა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს. ჩვენ არ მოგვიხდენია ქვეყნის ოკუპაცია. ეს იყო სამართალდამცავი ოპერაცია კანონიერი ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. შეერთებულმა შტატებმა დააკავა ნარკოტრეფიკერი, რომელიც ახლა წარდგება სასამართლოს წინაშე შეერთებულ შტატებში, კანონის უზენაესობის შესაბამისად, იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 15 წლის განმავლობაში ჩაიდინა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის ოფისი აცხადებს, რომ ვენესუელაში შტატების ჩარევა საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად გამოხატოს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი შიშობს, რომ ამერიკის ოპერაციამ შეიძლება გაუერესოს ვენესუელაში არსებული ვითარება. ქვეყნის მომავალი მხოლოდ ვენესუელელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მათივე თქმით, შტატების ქმედებები აჩვენებს, რომ ძლიერ ქვეყნებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში დადო. ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით ფიცი დავდოთ როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს. განაცხადა როდრიგესმა. 56 წლის დელსი როდრიგესმა ფიცი მისი ძმისა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ხორხე როდრიგესის წინაშე დადო. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ლიდერები გრენლანდიის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ გრენლანდიასთან ერთად დანიის სამეფო ნატოს ნაწილია. გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს. ამის შესახებ კი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განაცხადა. სტივენ მილერი ამბობს, რომ რეალური კითხვა ისაა, თუ რა უფლებით ამტკიცებს დანია გრენლანდიაზე კონტროლს. როგორც მან აღნიშნა, გრენლანდიის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება. რეალური კითხვა ისაა, თუ რა უფლებით ამტკიცებს დანია გრენლანდიაზე კონტროლს. რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი? რა არის იმის საფუძველი, რომ გრენლანდია დანიის კოლონია იყოს? ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ნატოს ძალაა, ეს ფაქტია. იმისთვის, რომ ვაშინგტონმა უზრუნველყოს არქტიკული რეგიონის უსაფრთხოება, ანუ დაიცვას ნატო და ნატოს ინტერესები, აშკარაა, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს. მისი მომავლის გამო შტატებს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება. ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი გრენლანდიელებს მიმართავს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს. არტისტი პარალელს 1954 წელთან ავლებს, როდესაც ისლანდიამ დანიისგან გამოყოფა და საკუთარი ენის გადარჩენა შეძლო. ბიორკი მწვავედ აკრიტიკებს დანიის პოლიტიკას და კოლონიალიზმის საშინელებებზე საუბრობს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეგრეთ წოდებულ სპირალის სკანდალზე, რა დროსაც 1966 წლიდან 1970 წლამდე 4500-მდე გოგონასა და ქალს მათი ნებართვის გარეშე საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები ჩაუდგეს. მუსიკოსი ასევე აპროტესტებს 2025 წელს გრენლანდიელი დედებისთვის ბავშვების ჩამორთვების პრაქტიკას. მეშინია, რომ ჩემი გრენლანდიელი მეგობრები შესაძლოა ერთი სასტიკი კოლონიზატორის ხელიდან მეორეს ხელში გადავიდნენ. წერს ბიორკი და მეზობელერს დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა ამ წუთებში იწყება. მოლაპარაკებაში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად 27-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს. შეხვედრაზე შტატების დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. როიტერის ცნობით, ლიდერები შეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ.
საქართველოს უკრაინას 9 გენერატორი გადასცა. სხვადასხვა სიმძლავრის სამრეწველო გენერატორი, რომლის ღირებულებაც $553,000 აღემატება, სუმის ოლქს გადაეცა. უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის. ტექსტში ნათქვამია, რომ ყოველდღიური ტერორისტული თავდასხმების, ასევე ძლიერი სიცივის კონტექსტში ეს ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკვე გაგზავნა 27 მძლავრი გენერატორი უკრაინაში, კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევის და გოსტომელის სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის, ასევე 9 სუმის რეგიონისთვის. წერია განცხადებაში. ახლა კი საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოსდან უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, ტაილანდისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. გასულ წელს საქართველოსდან გააძევეს სულ 1311 პირი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. სამეგრელოს პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი ცხელკვალზე გახსნა დაკავებული არტებერი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუხარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორია გრიპის ვირუსის მაჩვენებლები და ვაქცინაცია საქართველოში? თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი კვლავ ცირკულირებს, ძირითადად კი ჰონკონგის ვირუსი. მისი განცხადებით, მიმართვიანობა მაღალია, თუმცა არ არის პიკი. ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე პაციენტებმა მიმართონ ექიმს. ჯერჯერობით ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ძირითადად ეს არის H3N2 ტიპის ვირუსი და მიმართვიანობის თვალსაზრისით, როგორც ამბულატორული, ისე სტაციონარულ დაწესებულებებში ყველაზე მაღალი ციფრისათვის, პიკისათვის ჯერჯერობით ამონაცემებს არ მიუღწევია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მაინც მაჩვენებელი შედარებით ნაკლები. რისკი ჯგუფებისთვის გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია. ვინაიდან აქ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა. ანტივირუსული საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია გრიპის ყველა ფორმის შემთხვევაში, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, ეს პრეპარატი არ უნდა იყოს დანიშნული მშობლის ან მოზრდილი ადამიანის პაციენტის მიერ. ამ პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ექიმი იღებს, ვინაიდან მას თავისი გვერდით მოვლენები გააჩნია, ისე როგორც ყველა პრეპარატს და ეს არ არის სიცხის დამწევის საშუალება, რომელიც შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნოს. იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა. პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. სააგენტო მიიღო გადაწყვეტილება და მომავალს ჩვენ გადავცემთ 400-მდე თვითდასაქმებულს აღჭურვილობას და ტექნიკას იმისთვის, რომ მათ ახალი შესაძლებლობები გაუჩინოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სააგენტოს საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ შესაბამისი ბიუჯეტი გვაქვს გამოყოფილი წლიდან წლამდე. სააგენტო ახორციელებს და აფინანსებს სხვადასხვა საშემოსავლო პროექტებს. ერთ-ერთი მიმართულება არის თვითდასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე პირს კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება ეთქვა და ამ პირებს უახლოეს მომავალში სააგენტო შეუსყიდის სხვადასხვა ტექნიკას და სახელობურ იარაღს. მოვითხოვე ის ინვენტარები, რომლებიც საჭიროა ვიდეო კონტენტის შესაქმნელად. კომისიაზე გავიმარჯვე და ძალიან მადლობელი ვარ აი ამ საჩუქრისთვის. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტი მზისკარი შეაჯამა. გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით 2004 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელის მზისკარის განვითარება, რომლის მიზანიც რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნებაა. ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ინდუსტრიის წარმატებული განვითარების კვალდაკვალ, რაც გამოხატულია როგორც ტურისტების რეკორდულ რაოდენობაში, ასევე შემოსავლების რეკორდულ რაოდენობაში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ახალი, უნიკალური
სპეციფიური მომსახურებების შეთავაზება და ხელშეწყობა. გარდა იმისა, რომ გასტრონომია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ისინი ქართული კულტურის, სუფრის და მასპინძლობის ტრადიციას აცნობენ სტუმრებს. უკვე 15 მონაწილე ყავს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას ხელს უწყობს. ვფიქრობთ, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტად გადაიქცევა და ჩვენ ამაში ძალიან დიდ როლს ხედავთ. წალენჯიხაში ცენტრალური პარკის შესასვლელთან მაცხოვრის მუზეიკური ნიში აღიმართა. ნიშთან პარაკლისი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მსახურებას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ილოცავ წინასწარ დიდებულ დღესასწაულს და ამ დღესთან დაკავშირებით მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით წალენჯიხაში აღიმართა მაცხოვრის მოზაიკა სადიდებელად ღვთისა და მალიერების გამოსახატად თითოეული ჩვენთაგანის დიდება მაღალთა შინაღმა ეცა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება ბეთლემში შობილი უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ სრულიად საქართველოს ღმერთმა გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა განაწმინოს სოფლიოში მშვიდობა დაამკვიდროს კეთილდღეობა დღეგრძელობა ჯანმრთელობა მოგვალოთ მამას ეციერმა იხარეთ ორსავე სოფელსა შინა წალენჯიხის ცენტრში ეკურთხა მაცხოვრის მოზაიკური ნიშა ეს წალენჯიხისთვის არის უდიდესი მნიშვნელობის რწმენის ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის სიმბოლო მინდა წალენჯიხელებს კიდევ ერთხელ მიულოცო შობა ახალი წელი კურიერი 6-ზე ამით დასრულებულია მე დღეს გემშვიდობებით თქვენ კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2 წერტილი ჯიზა